ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად რუსეთმა ჯარები მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც უნდა გაიყვანოს. ამის შესახებ კაია კალასმა კომენტარი ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროსკოპთან გააკეთა. 17 თებერვალს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დოკუმენტი გადასცა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის დამთმობი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა გადადგას. მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას, რეპარაციების გადახედვასა და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას. რუსეთს ოკუპირებული აქვს მრავალი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ადგილას, როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ასე რომ დიახ, ცხადია, გრძელვადიანი მშვიდობისთვის აუცილებელია, რომ მათ ატოვონ ყველა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც არიან. რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. რუსული მხარის მოთხოვნები სრულიად არარეალისტურია. გულისხმობ იმას, რომ ისინი დიპლომატიური გზებით ითხოვენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისითაც კი არ დაუპყრიათ. ასე რომ ეს კეთდება მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული ბალანსის საქმნელად და ფოკუსის იმ პრობლემაზე გადასატანად, რასაც რუსეთის მიერ მეზობლებზე თავდასხმების გაგრძელება ჰქვია. ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ კომენტარი ესტონეთის, ლატვიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააკეთეს. მინისტრების მხრიდან განხილვის საგანი კვლავ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო და რუსული აგრესია იყო. ესტონეთი ხვალ დამოუკიდებლობის 100 წლის თავს აღნიშნავს. ჩვენ მოვიპოვებთ დამოუკიდებლობა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელშიც გამარჯვებულები გამოვედით, მაგრამ მინდა ასევე ვთქვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარეშე ახლა აქ არ ვიდგებოდი როგორც თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან სამწუხაროდ ნაცრისფერი ეპოქა ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის. ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში. ხვალ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლის თავს, თუმცა ეს ომი დაიწყო 2014 წელს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ პუტინის საერთოდ არ ცვლის თავის მიზანს და მშვიდობიან მოსახლეობაზე უფრო და უფრო მეტ დარტყმებს ახორციელებს. როგორც თქვეს, ნაცრისფერი ზონები, ნეიტრალიტეტი და რაც არ უნდა ვუწოდოთ ამას, მხოლოდ მწვანე შუქია პუტინისთვის. რუმინეთს დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველი მოქალაქეების მისწრაფებას სურვილს ევროპული მომავლის მიმართ. ამავდროულად ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რასაც ახლა სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე ვხედავთ, სადაც დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერები წასწდნენ სასამართლოს წინაშე. ადგილი ჰქონდა სასამართლო სისტემაში ჩარევას, რაც კვლავ საჭიროებს, რომ საქართველომ განმარტოს ევროკავშირის წინაშე. კაია კალასის განცხადების საფასუხოდ კომენტარი ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან კალასის მიერ ინიცირებული დოკუმენტი შეაფასა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. არ დავალ პიროვნებებამდე, მე ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თქვენი პარტია ყოველდღიურ რეჟიმში ვარაუდით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ. სადაც პირიქით მადლობა შეგვიძლია უთხრათ, იქ ვამბობთ მადლობას. ხო, ეს ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მადლიერება გამოხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართული ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობა, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ ამოთქვენ კრიტიკას. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეოცე პაკეტია. მისი მიღება პირველ დიპლომატებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე, ხვალინდელი დღისთვის სურს.